დღე და ღამე მსოფლიოზე მოგესალმებით. მე და გიორგი ისევ აქავართ და გრძელდება ჩვენი ახალი ციკლი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალების ნაღდი ისტორიები. მოკიბული კი არა, ნაღდი. იმიტომ რომ გვაქვს ისტორიები თავისთავად და გვაქვს ოქა. ვერსად ვერ გაიქცევი. აი საიდანაც არ უნდა მოვუდგე, ისტორიაც არის ოქრიც არის. შენ ვერ გაგიქცევი? ზოგადად აი ამას. ეხლა ნახე თუ ვერ გაგიქცევი. ამ ჩვენ იმას წამოწყებას და რა არის აუცილებელი? დალაიქება, გამოწერა, კომენტარი და ასე შემდეგ. აქტიურად ორ ფინალზე ვილაპარაკეთ, აქედან ერთი ფინალი არის. ოპა, მივედით იქამდე? კი. მიდი. 38 დავიწყოთ ნახევარფინალიდან. იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანია ფინალისთვის ეს ამბავი. ხო. ნახევარფინალი არის იტალია, ბრაზილია, ტარდება მარსელში. საფრანგეთში ჩატარდა ეს მსოფლიო ჩემპიონატი. ხო, და მარსელში ნახევარფინალი, პოცო არის მწვრთნელი იტალიის, როგორც გითხარ. ხო. და ერთი რეისია ფინალი სადაც ტარდება, ნახევარფინალი სადაც ტარდება, იქიდან თვითფრინავით. მაშინ ჩარტერები და ესენი არის. ვინც მოასწრებდა ბილეთების აღებას ის ფინალდა პარიზში, მარსელიდან. პარიზში არის მომხდარ ფინალი. ეხლა უკვე პარიზი შეიძლება ეწოდოს. პარიზის გარეუბანი. გარიქა. ad პარიზიე. ხო, აი ზუსტად აი მაგ. ძველი თაობა გაგვიყვება. ხო და ბრაზილია მოასწრო და აიღო თვითფრინავის ბილეთი. ოღონდ ნახევარფინალი არ არის ჩატარებული. ეს რო გაიგო პოცომ მივიდა და უთხრა რომ თუ ჩვენ მოვიგეთო ხო მომცემთო მაგ ბილეთი. ხავის ფასში. ხო, მათ უთხრეს რა თქვენ მოიგეთო ხო არ გადაუფშე. და ისე ერთი ბილეთი გვაქვს ზედმეტი და შენ წაგიყვანთო გაყურებინებთო. ხა და დაცილეს ხო. მე იტალიამ მოიგო ეგ თამაში, იმათ მაინც არ მისცეს ბილეთები და მათ ის ერთი წელიც არ მიცეს? დამპლეში. მატარებლით წამოვიდნენ ეს ფინალს. დებილები თავის ფასში მაინც მიეცათ, ფულს ამოიღებთ. ხო, მოხანათი რამეა წუთი სოფელი. ეთქობა არ უჭირდა მაშინ ბრაზილიას ახლა ისე რომ ასე გამოკიდებოდა იმ ბილეთების თანხას. ხო, და თან ეთქობა ჩათვალესო სამართლოც არ ვიცი რა ჩათვალეს, ფაქტია რომ მატარებლის წამოვიდნენ ესენი იწვალეს. ამ დროს ბრაზილიას ლეონიდასი ყავდათ ბომბარდირი გახდა ეს. პელემდელი პელე. რაღაცნაირი შეფასება. ხო. პელემდელი პელე, მაგრამ ყველაფერს ამბობს. ხო, პელე ამ დროს დაბადებული არა. არა თუ არ თამაშობს, დაბადებულიც არის, ომის დროს დაიბადა. ამან პირველმა მაკრატევა გაიტანა. ვა, მსოფლიო ჩემპიონატი. მერე ჩეხეთს 2 გოლი გაუტანა ორ თამაშში, იმიტომ რომ მაშინ თუ ფრემორჩებოდა კიდე თამაში ინიშნებოდა რა. და ის ჩეხეთის კარში ისე ვის დგას. გუდიანი კაცი. გუდიანი კაცი და ხელი როგორია დამაუწყდა? პლანიჩკა. და ხელი მოტეხეს პირველ თამაში და ხელმოტეხილი იდგა და არ გაუშვა გოლი. არ დაურტყეს ეთქობა. მეორე ხელისკენ ურტყა. მაგრა ხმარობდა იმ ერთხელს. პლანიჩკა მაგარი კაცია, მე რომ მოკვდა მაგ დღეს გასვენების დღეს კარელ პობორსკი ხო გახსოვს? როგორ არა? მანჩესტერთან უნდა მოეწერა ხელი და არ წავიდა ხელმოსაწერად გასვენებაში წავიდა. ვა, გადადო. ეჩახკარი. მნიშვნელოვანი კაცი იყო რა. ამ ფინალის ფოტო არსებობს იტალიის ნაკრების. მე მარკად გამოსცა რატომღაც აზერბაიჯანი. 97-ში. ვა, რატო არ მკითხო? რატო აზერბაიჯანმა უბრალოდ? ხო, რატო აზერბაიჯანმა უნდა მეკითხა? რატო მარკა არა? ხო, თავის ისინი არ ქონდა ბევრი. ხო. თემები და განსაკუთრებით სპორტული მიღწევები მაგ პერიოდის. ეს იყო პირველი ჩემპიონატი, რადიო რეპორტაჟი რო გადაიცა ბრაზილიაში. ვა. და რადიო ქონდათ ბრაზილიაში? ესეთ ქალაქში გამოდგმული რადიოები პარკებში და ქარხნებში და
ვიღაცა მაშინდელი იქაური კოტე მახარაძეც იყო თუ როსინანჯგალა. ხო. ცნობილია ეს კაცი. კიდე რა უნდა ვიცოდეთ აქ. ნუ იტალია უნგრეთი. იტალია უნგრეთია და გადავიდეთ ფეხბურთელებს. ვინ იყო აქ? ოქმში ნახსენებია რომ ფინალს ესწრებოდა 45,000 უშამატკივარი. ხო. თუ დაგვირდები ჯერჯერობით იკლებს. ხო, იმიტომ ყურებადობა, დასწრებადობა. იმიტომ რომ იქ იტალიაში სტადიონი იყო და აქ პირველი შემთხვევა როცა მასპინძელი არ არის ფინალში. და სტადიონიც ხო გითხარი პარიზშიც კი არის ხო კოლომბო არის რაღაც ქალაქი. ეხლაც არ არის თლად პარიზი. რა ქვია იმას. ოქროყანა კიდე თბილისი, აი ეს დოესში რო ჩატარდეს ფინალი რაღაცა ეგეთი. კოლაუს ეგეთი ფეხბურთელი. იტალიელი. ხო. დუბლის ავტორი. გახსნა ანგარიში. ხო. და მე 3-1 გახდა. ეს გლეხის ოჯახიდან იყო. იმდენად ღარიბი იყო, რომ ბუცები არ ქონდა. ფეხსაჩცმელს ჩაარჭო თვითონ ურსმნელი შიგნიდან. შიპებად? კაცვებად. ხო. და მაგით იწყებდა ბავშვობაში ესეთი ბუცები თამაში. და აგერ ფინალში 2 გოლი გაიტანა. გული მომკვდა. მეკარე ყავდათ ჩერეზოლი, ჰაიბერის ლომს ეძახდნენ ინგლისთან. ხო, მაგრად თამაშა. სტადიონზე მაგრად თამაშა ნისლში არ გავხდებოდა. ისინიც მაგრამ ნისლში დანიშნეს თამაში. წინასწარ ხო არ იცოდნენ. არა, ხო, მაგრამ გააგრძელეს, კაი, ხა. ხო და ნისლში ამან ბურთები აიღო. იმის დედავათირე. მაგით არის ცნობილი რა, ნისლის მეკარე. ხო, კარგამინჩი უჭირდა. კარგამინჩი ხა და მსხვილებიც ხედავდნენ სადურვა, სადითქა. პიეტრო რავა ყავდათ კიდე ერთი ცნობილი იყო იმით, რომ მესამე წუთზე უკვე თლიანად წითლდებოდა სახელი. ცხენოდა თუ? არა, სისხლის მიმოქცეოდ კანი თუ რაღაც ქონდა ეგეთი და აი ნისლში გამოდგებოდა. ხო. ეს სადღაც პირველ ჩანს თუ წითელი რაღაცა გარბის. ო, ჯიგარია, რა არის მიეციფას. რკინიგზის სადგურის უფროსის შვილი. დიდი კაცი ყოფილა ამის. კი და ჩემპიონი რო გახდა საფრანგეთში. მატარებლით წამოვიდნენ უკან და იმ სადგურზე ჩამოვიდა მამამისი დირექტორი სადაც იყო. და დახვდა მამამისი. მაკაცე, მამის და ძმაკაცე. ხო. ოღონ არ ჩამოვიდა მე გაყვა იმზე, მაგრამ მამამის გააჩერებია. ხო. ეგეთია. ჯიგარია. ალდო დონატი ყავდათ კიდე ერთი ფეხბურთელი. აგრონომი. ცნობილია სადიპლომო თემა ამის. აბა? მცენარეთა ფოთლების პიგმენტაცია და მისი გამოყენება აბრეშუმხვევიას შემთხვევაში, რაღაც ესეთია დაცული. დღეს კაცობრიობა ვიყენებთ მაგას რამეში. დონატის ნაშრომს. აბრეშუმხვევიას რა არის არ ვიცი ზუსტად. რაღაც აბრეშუმზე ეხება, თვითონ სიტყვა გეუბნება. ხო, მაგრამ ისინი როგორ ჩანს იყენებენ რა. აგრონომები. ხო. ან იყენებდნენ რაღაც ეტაპამდე მე სანამ ვიღაცამ უკეთესი არ დაწყო. ნახე, ბოდიში პლანიჩკას ეფექტი და დონატის ნაშრომი. სადიპლომო. ხო. უგო ლოკატელი იყო. კიდე ეს ოლიმპიური ჩემპიონიც იყო. და იშვიათი ფეხბურთელი, რომელიც ამბობდა, რომ ოლიმპიადა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი. და რატო რო კითხეს? იქიდან რო ჩამოვედი, უფრო მეტი ხალხი დაკვდა. ის არ ქონდა რა არგუმენტი. ხო, რაღაცა სტატისტიკურად შეხედა რა. მაგითა სოციოლოგი ყოფილა. პიეტრო პაზინატი იყო კიდე ამ ნაკრებში ერთ თამაში. ეს ლოკატელი, მანუელ ლოკატელის დიდი ბაბუ არ არის. არაფერი არა. პიეტრო პაზინატი იყო კიდე ერთი თამაში ათამაშს ნორვეგიასთან და მერე გაბრაზდა რა თორმა თამაშებდა და წავიდა ნაკრები. თავისი ნებით?
თუ მწვრთნელს შეუწყო ხელი. ხნელს ეჩხუბა რა. ამადეო ბიამატი კიდე ერთი ეს ძალიან თავი არ გამოუჩენია, მაგრამ თავისი დრიბლინგი ქონდა მოფიქრებული. ორ მაგინა ბიჯი ერქვა რაღაცა, მე რონალდო იყენებდა ის ძველი რონალდო და რონალდინიო და ვიღაცა ხო. ორ მაგინა ბიჯიან ესე ოპ ხო რაღაცა ეგეთი რა. თუ დიდ ნაბიჯს ჩვეულებრივ ორი ნაბიჯი რა ჩაეტევა. ჯუზეპე მეაცა. სტადიონის კაცი. რატო და არ ქვეს სტადიონს? საზიარო სტადიონი ხო იცი? ხო, ინტერის და მილანის. ორივეგან თამაშობდა. ხო. ერთდროულად არა. ერთდროულად არა და თან ესე თანაბრათაც 14 სეზონი იყო ინტერში და 2 მილანში. ხო, შეიძლება ეს ის შემთხვევა, როცა რაოდენობა და ხარისხი ეჯახება ერთმანეთს. ხო, და თან ესეც ღარიბი ბავშვი იყო, ძონძის ბურთით დაიწყო რა. ანუ ბურთი არ თვითონ ძონძებისგან შეკოჭავენ და ხო. მით დაიწყო. და მე ვაკეთებდი ბავშვობაში ნასკისგან ბურთებს. ხო, ბევრი ნასკისგან. იგივეა. ხო. ეცხო ძონძის და ნაის. ნაკლებად ტეხავდა სახლში რაღაცებს, ნასკის ბურთი. ეს მილან არა იყო ამ თავიდან ბავშვობაში, იმიტომ რომ ძალიან 40 კილო იყო 17 წლის. უიდეთ. საჭმელიც არ ქონია. ხუთი ხორთი საჭმელიც არ ქონია. და მაგრამ სტრაფი იყო. განსაკუთრებით ქარიან ამინდში. 12 და წამოვერო და 12 წამში დარბოდა 100 მეტრს ბუცებით. ვა. ამას ჰქონდა ბუცები, ნიკოლაუსისგან განსხვავებით. ან იმასაც ჰქონდა უბრალოდ ჰენდმეიდი. ხო, ამას ბუცები ჰქონდა, ბურთი არ ჰქონდა. ესეთი ნაკრები. ბალილას ეძახდნენ, ბალილა არ იტყვია. ტყვიასავით სწრაფი იყო. ხო. 79-ში მოკვდა. ბალისტიკა მოდის მაგეთა. ხო. 79-ში. გადამიყვანა თავის ჭკუაზე რა, უკვე ესე უყურებს სიტყვებს, რა საიდან მოდის. ხო ვიყავი ჩემთვის, რა ცხოვრობდი შვიდად. სანსიროს 79-ში ეს რომ მოკვდა, მაშინ დაარქვეს ჯუზეპე მეაცაც. არ გვეგონოს რომ ყოველთვის ეგრე ერქვა. ხო. სანამ ცოცხალი იყო, მანამდე არ ერქვა. არაფერს ეს. ხო, ეხა იმაცეც რო თქვათ რაღაცა უნგრელებზე. თითქოს მე ეს წავიგეთ. თითქოს მე ხოლმე გაიტანა. შენი ეგვიპტის მწვრთნელი იყო. კაი კაცი. ოღონდ იმ პერიოდში რო არ თამაშობდა. ხო, რა თქმა უნდა. პრივაიკებდა ხეფას. თითქოს მწვრთნელია, მაგრამ ევროპის ფიქრებაში. ხო, შევახსენოთ მაყურებელს, რომ ეს ის ნაკრებია ფაშისტური მისამებით რო თამაშობდა და იტალია. აგინებდა ყველა, ხო? ხო. თავისიანები მათ შორის იტალიელებიც საფრანგეთში ვინც იყო. და მე რო ჩავიდა და ეს მუსოლინიმ რო ისაჩუქა. რა გინდა თხოვეთო და პასობდა მზავრობდნენ. ეს ის თაობა არის. ამის მერე პოცო აღარ არის, მერე ომი არის. და მივდივართ უკვე 50 წლის ჩემპიონატზე, რომლის ფინალიც მოვყევით და რომლის ფინალი არ იყო თლად. ოქმში არ გაინტერესებს ეს როგორ განვითარდა მოვლენები. ხო, აბა უთხრათ ხან ნაღდი. კოლაუსიმ მე-6 წუთზე დააწინაურა იტალია. ეს ის კოლაუსია ბუცები როლორს რემით ჰქონდა. მერე თითქოს თამაში შემოატრიალა, ნახე, რა ლამაზად თქვი. გაათანაბრა მე-8 წუთზე და მერე პიოლამ გაიტანა 2-1 გახდა. მერე კოლაუსიმ 3-1. მერე საროსი იყო, ეგეთი ან საროში. ალბათ უფრო ან შაროში. ხო, ან შაროში. გიორგი ერქვის ოთაშორის, შენისეხნია. ნახე, შენისეხნია შემოვიდა ფინალების ისტორიაში. ხო. 3-2 და მერე პიოლამ 92-ზე წერტილი დასვა. 4-2 ლამაზად ჩაარიხინეს ფინალი. ხო. ამ ერთი რაც ჩვენ არ ვიცით, ეს ბრაზილიის ნაკრების ბილეთები სად არის ამ დროს. ხო, აი ის ბილეთები სად არის? მე მაინტერესებს. ბრაზილია ჩავიდა რა. წავიდა ბრაზილიაში. აი თვითფრინავით სარიელი გაფრინდა.
არ გაფრინდა, ისე გაყიდეს ვიღაცებზე. და რადიოში რა გამოაცხადეს. ხო. რეპორტაჟი ხო ქონდა. ხო, თან ქალაქში ისმის, ის ხო არა გამორთედა რაღაც ისმის. კაი. ეხა პარემ რადიოზე რა ხან მივედით? ხო. 50 წლის ჩემპიონატი დავიწყე. გადავიდით 50-ზე? ხო. ოქმს მოვიშველიებ მაშინ. მოიცა ოქმი ჯერ არ გინდა. მაშინ არ მოვიშველიებ. ოქმი არ გჭირდება პირველ ინფორმაციას. ამ დროს გარინჩა უკვე ქარხნის გუნდში თამაშობს. ხო. და იმ ქარხანაშიც არის რადიო. ხო, რადიო რეპროდუქტორი რა. და მთელი ქარხანა შეკრებილია ფინალს ვეძახით თამაშის. ხო. მოსასმენად მთელი ქარხნიდან მარტო ერთი კაცი არ დაესწრო ამას და სათევზაოდ წავიდა. ვინ იყო ეს? გარინჩა. გარინჩა, მაგარი კაცია. რომელიც მერე მსოფლიო ჩემპიონი გახდება ურჩი. ძალიან მაგარი კაცია, სათევზაოდ წავიდა. ნეტა რა დაიჭირა. ვარემ თუ გინდა გეტყვი გარინჩაზე რა ხან. მივედით. 62-ში უკვე ერთხელ მოგებული რო ხო? ხო. რიო დე ჟანეიროს იმან დაპატიჟა გუბერნატორი, მთელი გუნდი. ხო. და ეს გარინჩა ხო გითხარ რანაირი კაცი იყო ეს. მომხვეჭელი და ლოველასი. იმ ქალის სახელი დავადგინე. ლობიოისაც გაუგზავნა და მე დედამის რო დაეჯახა. ჟოზეფინა ბეიკერი. ვა. რამდენად ლამაზი ქალი იყო დაგუგლავს ხალხი ნახავს. არის ფოტოები. ხო, მაგრამ სახელი და გორი ისეთია რა, ჟოზეფინა ბეიკერი. ფსევდონიმი. ხო. ხო, ბრაზილიელი. მე რომ მაინც კარგად შეურჩევი. გემოვნება ქონდა. ამ გუბერნატორთან რომ მივიდა, იმას გალიაში ყავდა უცნაური ჩიტი. ძაღლის ხმა ყებდა რა. ერთი წამით. ერთი წამით. ჩიტი, რომელსაც ძაღლის ხმა ქონდა. ძაღლებით. ეს გადაშენდა ეს ჩიტი? თუ დღეს რატო არ ყავს? თუ ძაღლი ყავდა და ამბობდა რომ ჩიტია. არ ვიცი, ესეთ ჩიტი იყო ყებდა. და გარინჩამ უთხრა ჩემპიონი თუ გავხდიო მაჩუკი. აუ რა ჯანდაბათ უნდოდა რა, შტერი კაცია. როგორი ჩიტია, ეს აი რომაჩუკო არ მინდა. ის მინდა მაჩუკეო. ხო, და მე ხო გახდნენ ჩემპიონები და აჩუქეს ის ჩიტი და ამან სავარაუდოდ ვიღაც სხვა ქალს და უცვალა? სვალა რამე მომსახურე. მსახურებაში კი. ვაჰ. სერიოზული ვალუტები ქონდა გარინჩას. ხო, ხო, გარინჩაზე 50 ფინალის დროს სათევზაოდ. ხო. სხვა ხალხი. თევზაოდ. სხვა ხალხის ეპოქაში. მაგარი ჭერა იყო იმ დღეს. რაღაცა მოდიოდა ალბათ. ბრაზილიური ხაშაპი. კაი. ფინალი ხარი როგორც გითხარ. რიოში. რიოში, მაგრამ. გამითხარი ოქროში წერია ვიცი მაგას. ხო, ეს ხო გითხარი რა წერია, მაგრამ კანა ვაშენდა და 50000 კაც ჩაატიეს კიდე და ხო იცი რამდენი დაიტია? ხო, გახსოვს ესე რომ მოდიოდა ქვევით დასწრებადობა. ხო, აქ რამდენი იყო 173000. წინაზე 45000. იმიტომ რომ ამისთვის ააშენეს. რომ ტრიუმფალურად მოეგოთ და მე სტადიონს დარჩენოდათ. სტადიონი დარჩათ. მოგებით ვერ მოიგეს. გადავიდეთ ახლა ამ ბრაზილიაში, ვინ იყვნენ ესენი? ადემირი ყავდათ ამ ჩემპიონატს 9 გოლი გაიტანა. ეს იყო პირველი ბრაზილიელი, ვინც ტრანსფერიდან ფული აიღო. ვა, შიგნითოვან ერთი გუნდიდან მეორეში გადავიდა და რამდენი შეხვდა? ნუ საკაიფოთ? მაშინ დეგლის აზამებს. მაშინ ბრაზილიაში ეს არის ინფლაციური მოვლენები არ არის სახარბია. ხო. მაგრამ ცოტა ხანი ბედნიერი. მე ამ ჩემპიონატს მე მარლი დაანებებს თავს და ესეთი სიტყვებით წავა, რომ ჯობიაო შენ შეეშვა ფეხბურთს მანამ სანამ ფეხბურთი შეგეშვება შენ რაღაცა ესეთი ბრძოლი გამონათქვამი დაიბარა და წავიდა. უფრო სიტყვების რა ხარუხი, მაგრამ კაი. ეხო ყველაფერზე შეგიძლია თქვა. აი ნებისმიერ სპეციალობას. რა. არ ფეხბურთში ჯობია შენ შეეშვა ამ წეკრანს, ვიდრე ამ წეკრანი შეგეშვება შენ. აი რა. მაგას ხვაება არის. ამ წეკრანზე შეგიძლია სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა. ფეხბურთში როგორ გეგადრება შენ ასულხარზე ვით?
შენ ვეღარ ახალგაზრდებით ისეთი სამსახურია. არ არის. ნუ ამ წეზე კიდე ხო. ანუ ფეხბურთზე და ამ წეზე მიდის ეს გამონათქვამი. ხო. ხატვარზე და რაღაცა ქიმიის მასწავლებელზე. აგიმტკიცებდი ხატვასაც და ქიმიასაც, მაგრამ კაი. კაი, ამ ფინალის ამბები ჩვენ მოვყევით ბევრიდან. ხო. მათ შორის ნახევარფინალები არ უარიყო და იმას რო 7-1 იქონა მოგებული და ამარო ძლივს მოიგო და ესენი მიღოდნენ ფინალამდე და ესა და ისა. ამიტომ მოდი ახლა ვილაპარაკოთ ფეხბურთელებზე. მოდი. ხო, ადემირზე გითხარი, მოდი ბარემ რახან ხალხმა იცის რომ ბრაზილიამ წააგოს თამაში და იმ ორ კაცზე ვილაპარაკოთ, ვისაც დაბრალდა წაგება. მე კარი და მცველი რომ მაშინ ესე გითხარი, ორი შავკანიანი იყო და ამათთან დაბრალდა. ეხლა ამ პიროვნებებს ვისაუბრებ. მიდი. ერთი იყო მოასირ ბარბოსა, მეკარე. ეს კარგი მეკარე იყო, გამოირჩეოდა იმით, რომ ფეხებში ჩახტომა უყვარდა. გამოსულებზე იყო, კაი? არა, ერთ-ერთზე რომ წამოვიდა ესა ეს თავის მეთოდი ჰქონდა ფეხებში უხდებოდა. ყოველთვის ეს არ ამართლედა, ხელს იტეხდა ხოლმე. 11 ესეთი შემთხვევა. დასახვეწი იყო მეთოდი. და ფურცელზე კაი იყო. პრაქტიკაში ერთ-ერთზე როცა მოსდავდამსხმელი იმის მხარეს არის უპირატესობა. შენ მხარეს არის თავგანწირვა და 11 ჯერ ქონდა ხელი მოტეხილი. ამ ფეხებში ვარდნისგან. არაცლი და შეხორცებას თუ 11 ადგილი არ არის მოსატეხად ხელზე. ორი ხელი ქონდა. ეს ჯამში. ხო, მასე კიდე შეიძლება რაღაც. ხო და ოსტრაკიზმი ერთ-ერთი ეს იყო მოუწყვეს მე წერდა რომ ბრაზილიაში მაქსიმალური სასჯელი 30 წელი არის და მე 50 წლით დამსაჯესო, იმიტომ ყველას ეზიზღებოდა. ხუჩაში რომ დაინახავდნენ ძირსაფურთხელი თარსი კაცი იყო რა. ვიღაც. ეს მეკარე. ბარბოსა? ო, ამას ხო დაბრალდა. მე აფარელს თან უნდა შეხვედრა 94 მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილებას გაუზიარებო და ლუის ალბერტო პერეირა იყო მაშინ ცნობილი და აფარელს უკვე არ შეხვდა თარსი. მე მაღაზიაში ვიღაცა ხალი შეხვდა და შვილთან ერთად იყო ის ხალი და შვილს უთხრა აიო ეს არისო ამან ამატია ბოლოს მე მატია. ო ბიჭო, საერთოდ არ არის შეტევის. თან ეკო ის არის, აი მაგაც ხო დაბრალდა და თარსი ედახეს და ისეთი ცუდი ის არის იარლი რომ გადადის შტავმალობაზე აუ ბაბუამის თარსი იყო ფუ და მე ბავშვაგინე პარტლაგები სოფელში გამიგია ვიღაც პატარა ბავშვი მის და აუ ბაბუამის თარსი ეიდებია ასევე ამ კაცზე ის ვიცით რომ თავიდან თავდამსხმელი და ჩენილი იყო ხო, სიცოცხლის დანარჩენაზეც არ გაიმწარე. ხელსაც 11 ჯერ ამოიტეხა. ხო, თუმცა თქვათ ესე რომ თქვათ რომ თარსი იყო ამ ჩემპიონატს მე ვასკო და გამიშკა და იქ ძალიან უყვარდა გულშემატკივრს, კარგად თამაშობდა. მაგრამ მე ამ ზიზღისგან დეპრესია დაეწყო 53 გავუცდა. არა, გავუცდა საბაყოფოში. და იმდენი გულშემატკივარი მივიდა მოსანახულება, რომ რიგით მართლა ეზოში. კაი ხონი ორგანოზე. სანამ ეს იქიწვა, გარეთ არ წყდებოდა ეს და გამომხნეველი გულშემატკივარი იქ შესულები ვინ რასეუნებოდა არ ვიცი. შეიძლება ვითომ გარეთ განისინერში თაფურთხებდა. არა. ეს ვასკო და გამას პანებს. ვასკო და გამა კაი გუნდი. მე გადავედი ვასკო და გამასკენ. თან კაი ფორმები. ხო. ის ბიგოდეც არ იყო უკეთეს დღეში, მეორე. ხო. მაგრამ ეს არის თქო დასამახსოვრებელი ის არ ქონდა გამარეგნობა და ვერცმოდნენ ეს ხშირად ან სოფელში გადაიხვეწა. სადღაც ჯუნგლებში. კაი, გადავიდეთ ჟუვენალი იყო წველი ყავდათ ერთი. ესენი ყველანი მოიძულეს საერთო ჯამში, ამათნი აღარ იძახებდნენ, ყველა თარსი გახდა რა. ზოგიერთი ვინც არ უთამაშია, ეს თეორი კაცი გამოძრა. შემდეგ ჩემპიონატებზე დანარჩენები მოიძულეს. ეს ჟუვენალი
სიბერეში ეს სიღარიბეში იყო სახლიც არ ქონდა. ფაცხაში ცხოვრობდა, ტუალეტი არ ქონდა, ეს არ ქონდა. დენი არ ქონდა, არაფერი და მიწერა ბაიას შტატის მერიას რომ მომხედეთ. და იმათ დაუფინანსა, ართრიტი ქონდა და ვერც დადიოდა. უვიდოდ. და ქიმია უყვანეს იმან ასწავლა სიარული თავიდან. სოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს ასწავლა სიარული და ისეთ დღეში იყო და მერე ბინაც გამოვყო შტატმა თან რაღაც პატარა ქალაქში და იქ ცხოვრობდა რამდენიმე თვე მერე გადაიცვალა. ეს ვიცით ჟუვენალს. ეს დამასევდიანი ხა. ბიჭო ეს სევდით იცხოვრა ყველა მან წაგებულა ბრაზილია ხო? მწვრთნელი ამ დროს არის ფლავიო კოსტა. ეს საეჭვოდ გახდა ჯერ იმის მწვრთნელი ფლამენგოს. მაგ დროს მოდაში არის უნგრელი მწვრთნელი. იმათაც ეგეთი რამე არსებობს რომ მოდაში უნგრელი მწვრთნელია. კი არის. მაშინ იყო ურუგვაიშიც ეგენი იყვნენ ბევრი. საფრანგეთშიც და უნგრელებში კიდე გამოირჩევენ უნგრელი ებრაელი. და აქ მოკლედ უნგრელ ებრაელებში ულვაშები არის. იზიდორ კუშნერი იყო ესეთი კაცი, ვინც დანიშნეს ფლამენგოში და ეს ფლავიო კოსტა დაუნიშნეს თანაშემწედ. მაგრამ იმან არ იცოდა პორტუგალური. იმან კუშნერი. ხო. და ეს ითვისებდა იმის იდეებს. და გაზეთებში რომ ამწყავდა პორტუგალიურად. მერე ის გაუშვეს და ეს და გახდა მწვრთნელი და მერე ნაკრების მწვრთნელიც გახდა. ესეთი ისტორია აქვს ფლავიო კოსტას. დანილო ყავდათ კიდე ნახევარმცველი. დანილო ხო არის ხო? ხო, ეხლა მცველია ამ ჩემპიონატში. მაშინ ნახევარმცველი ყავდათ. არის იმ დანილოსი რამე? არა, არაფერი. ეს ბავშვობაში იმას შეახდა. ისე გადამიწურა იმები რა იცი, იქნება არა. ეს დანილო და ის დანილოს ხო ფსევდონიმია რეალურად, თორე ეს ხო, არა თქო არის ნაწილი. არა, თორე გვეცოდი. კაი. ბავშვობაში ტრამვაი შეახდა. ეს შეახდა უბრალოდ ჩამოვარდა და მანქანა დაეჯახა და 39 მოტეხილობა აქვს. მაგრამ გამოჯანმრთელდა და ნაკრებში აიყვანეს. უბრალოდ თამაში დაიწყო და ნაკრებს აი. ამით არის ცნობილი. ჯერჯერობით ნაკრებში გვაქვს 50 მოტეხილობა, ხო? ხო. იმას 11, ამას 39. ხო. აღონ იმან თამაშის დროს მიიღო და რა მნიშვნელობა აქვს? ამ ეტაპზე ნაკრებში აღერიცხება 50 მოტეხილობა. ამ ნაკრებში კიდე გვაქვს ეგეთი. ხო, არის. მიხვდი და მაგიტომ მინდა რომ გზადაგზა ვითვალო. ზიზინიო ყავდა. ზიზინიო 8 ნომერი, მაგარი კაცი. ეს სოფლიდან თუ რაღაცა პატარა ქალაქიდან იყო ფაბრიკის გუნდში დაიწყო. იქაური იმერეთი იქნება და ზიზინიო ეგეთი სახელი არის. ზიზინიო. მოიაგერ. ქარხანა იყო, რაღაცა ქარხანა იყო ბრიტანელების და ბრიტანელები თამაშობდნენ მარტო ეს. ჩიბუხების. ეს იყო მარტო ესა. ბრაზილია. ბირონი ერქვა გუნდს. FC ბირონი. ხო. აბა გამოიცან რატო ერქვა ბირონი. ბრაზილიან აირონ. უთოების ქარხანა იყო. უთოების ქარხანა ან მეტალურგიული ქარხანა იყო. რა ბრიტანელების იყო. ხო, მაშინ British Iron. ბაირონის. ბაირონის პატივსაცემად და ქარხანას? გუნდს. და მაგუნდიდან დაიწყო რა. არგესი ამონა. უფრო რკინის ლოგიკები მქონდა, მაგრამ კაი. მანამდე იუგოსლავიასთან გააკეთა საკულიპასი. ამ ჩემპიონატზე მეტი არ გამოჩენია თან. ზიზინიოზე მოპაროთ, ხო? ხო, მერე მწვრთნელიც იყო და წიგნის დაწერა, მაგრამ არც ერთით არ გამოუჩენია თან. არც როგორც მწვრთნელს. ნაცნობ წერას. ხო. და რა დაწერა? რამე ფერბურთი ჩემი ტკი. ეგეთი მეთქი არა, რა ვქო შეიძლება დეტექტივი დაწერა, რა მკვლელობა ქარხანაში არა. წიგნები ამათზე ბევრია და ფილმებიც გადაღებული, იმიტომ რომ მაგარი თემაა რა, მარაკანას წააგეს ფილმი და ზედათ ქალები იღებდნენ ამ ფილმებს.
ზოგაიგოთ ისე რა რასგან იცდის მანეკა იყო კიდე ერთი თავდამსხმელი ყავდათ. გუნჩიც ვიღაცი შემცვლელი იყო და ის ნაკრებში იყო რომ დაიმტვრა ეს წამოიყვანეს იმის შემცვლად ნაკრებში. აქ არ უთამაშია მაინდა-მაინც. ანუ ეს საყოველთაო რისხოს მეტნაკლებად გადაურჩა. გადაურჩა, მაგრამ მე თავი მოიკლა მაინც. ვიგეთ რა გადაურჩა. ტერი გადარჩა. სიანიდი დალია შეყვარებულის სახში. შეყვარებული ბორტგამცილებელი ეთყობა ლამაზი გოგო. იმას გოგონას სახში სიანიდი ესე იდო სტუმრებისთვის თუ რა წესია. როგორც ჩანს ხელი მიუწვდებოდა. ვინც მოვა აი ჩემი ვენოები აქ ციანიდი გვაქვს აქ ჩემი გოგოს ნახატებია მინდა ციანიდი თალი ჯიბეში ეთო და მიიტანა და კონდა მოძრაობდა ციანიდით ხო ეს ხო არის და გამწარა გოგოს მამა ხო ფრიასა ყავდათ კიდე ერთი ეგეთი ფეხბურთელი გოლიც ხوار გაიტანა ნახე ფრიასამ გაიტანა კი ხო ეს პირველი 57 წუთზე პირველი გოლი ხო ეს მიუხედავად იმისა რომ სოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა ესეც მოიძულეს ხან წააგო ხო და რატომ მეტი არ გაიტანა ალბათ ხო ამას თავი არ მოუკლავს მაგრამ მაინდა-მაინც არ დაფასდა რა მარტო რაღაცა პატარა ქალაქში 17000-იან ქალაქში ჩიხს დაარქვეს ამის სახელი არა ჩიხსაც სამბას სკოლასაც რაღაცა გეტყვით. ვა ეს სახელი არ მახსოვს იმ ქალაქის გუბერნატორის რკინიგზა არ ქონდა და წერდნენ 10 წლეულობით წერილებს წერილებს ხო რა გამოიყვანეს რკინიგზა ანეთ ეს დედანატირები რკინიგზა და ეგ უკვე ბოლოსკენ როცა შეუყვანეს რომელი გუბერნატორის დროსაც შეუყვანეს იმ გუბერნატორის სახელი დაირქვეს ქალაქ იქ არის ამის ქუჩა ძეგლი სამბას სკოლა და ლომბარდი ეს ქალაქი არაფრით არ არის გამორჩეული პარაპლანერისტების ქალაქი ეს როგორც ჩანს საფრენად ხო ისეთი რელიეფი არის გარშემო რომ კარგად დაფიქრე ხო იყო კიდე ერთი ბალთაზარი ვა რომელიც ოსვალდო იყო ოსვალდო ბალთაზარი ძმა ყავდა ბალთაზარი მაგრამ ძმა ავარიაში დაეღუპა და თვითონ დაირქვა ბალთაზარი ძმის სახელით დაირქვა ფსევდონიმი ძმის სახელით თამაშობდა ამის მე ცნობილია იმით რომ 71 გოლი ჰქონდა თავით გატანა და იძახდა რომ პელე ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მაგრამ თავითო მე უფრო კარგად თამაშობ ვა და პელეც ეთანხმება რაღაც პერიოდი ხო რა შეიძლება რაინა პელე ხარ და ვიღაცა იძახს თავით მოიჯობია ხო კი თან უფროსი კაცია ხო ძია კაცი თუ პელე გამოჩნდა 58-ში და ეს 50-ში ხო თამაშობდა ჟაირი ყავდათ კიდე ერთი ეს არაფრით არ იყო მაინც გამორჩეული მხოლოდ იმით რომ ბრაზილიის პრეზიდენტს დაარქვეს ამის სახელი თავის დროს ჟაիր ბოლსონარო იყო ამის სახელი დაარქვეს პრეზიდენტი ხო ჟაիր ბოლსონარო პანდემიის დროს იყო პრეზიდენტი თუ გახსოვს ერთი წამით იმენა ამ კაცის ამ ჟაირის ვა ნახე ეს კიდე კარგად გამომძრალა კი, მაგრამ თვითონ ის ბოლსონარო გამოდგა თავისებური პრეზიდენტი. ხო, ეგე. პანდემიის დროს უიმოდადიოდა. პირბადისკარში. ხო. დააკრძალა. ქუჩაში. სორი პრეზიდენტი იყო გამოთქმით ანტივაქსერი, ლუკაშენკო და ეს. ლუკაშენკო თუ გახსოვთ, ფეხბურთის ჩემპიონატს არ გააჩერა. ხო. ლაივსკორზე მარტო ბელარუსში. კი. ტოტალიზატორებში მარტო მაგაზე შეველოდებოდა ხო. მან ჩემპიონატი კი გააჩერა, მაგრამ თვითონ დასცინოდა ამ პანდემიას. რაღაცნაირი კაცი იყო. სლოგანი ჰქონდა ბრაზილია უპირველეს ყოვლისა, ღმერთი უპირველეს ყოვლისა, მაგრამ სამი ცოლი ყავდა. ურუგვაელი. ურუგვაელი უხდა. აქედან ერთი ცოლი მდივანი მოიყვანა ცოლად. ხო. მე უჩივლეს ნეპოტიზმზე და ცოლად კი არ მოიყვანა. აბა მდივანს გაუგზარდა ხელფასი და სამჯერ ძალიან სწრაფად ესეთი კარიერული ზრდა ფინანსური დივანისთვის არ არის
თვალში საცემი იყო რა და როუჩიულეს მე დივნოვიდან მოხსნა და ცოლად მოიყო რომ რა თანმიმდევრობით ქნა ეგარბაშს რა რაღაცა ხო წამებას უჭერდა მხარს ეგეთი კაცია წამება უსაჭიროა და ძველი დიქტატურას მხარს უჭერდა და რაღაცა მე არჩევნები წააგო და არ აღიარა და დაიჭირეს დაიჭირეს ტრამპი და რუბიო და რაღაცები გამოეკომაგნენ მაგრამ მაინც არ გამოუშვეს ის ხაცი ხეში არის პატიოსნად აი ეს ეხლა პრეზიდენტზე ილაპარაკი ამდენი შაილ ბოლსონარო პანდემიის პრეზიდენტი ეხლა ვინ არის ეხლა პრეზიდენტი ვინ არის ხო ეხლა არის ლულა და სილვა ხო ესეც საინტერესო კაცია ხო გითხარი პირველ ფინალში რომ უხელო კაცმა გაიტანა გოლი ხო ტევანი რო არ ქონდა ეს არის უთითო პრეზიდენტი ბავშვობაში მოძვრა თითი ესეც რაღაცა მუშაობდა რაღაცა ისეთ დაზგასთან სადაც ბავშვმა არ უნდა იმუშაოს ხო იმდენი ხანი დადიოდა თითის ამბებზე კლინიკებში რომ იქ რაღაც გაერკვა პროკავშირები ესა ის პოლიტიკაში მოხვდა იქ იმენ რამეს გადააწყდა ბიუროკრატიას გადააწყდა ეხლა 91 წლის არის და პრეზიდენტი გახდა ამასობაში ერთი თითი არა აქვს თუ არ ერთი თითის ნაწილი არა კაი ეხლა ურუგვაელებზე გადავიდეთ ეს ვინც წააგო და დაწყევლილია იმის მერე პოლიტიკაც მოიხილეთ კაცო ბრაზილიის ხო ეხლა გადავიდეთ ვინც მოვიდა სკიაფინო გოლის ავტორი ოქმში მითითებულია 66 წუთი ეხლა ოქმზე ცოტა ხანი ოქმს აგიხსნი რას ნიშნავს მაგდროინდელი ოქ ხო მე მაშინ მოგიყევი რომ ესენი ორ გუნდიან ჯგუფში მოხვდნენ ხო ორი ჯგუფი იყო 4 გუნდიანი 1-3-იანი 1-2-იანი იმიტომ საფრანგეთი მოგვიანო მარტო ურუგვაი და ბოლივია იყო და 8-0 მოიგეს რამდენი გოლი გაიტანა ამან სკიაფინო იქ ბოლივიასთან 8-0 ნუ 8-ზე მეც ვერ გაიტანდა ხო ოქმის მიხედვით ხო 2 გოლი გაიტანა 3 4 ან 5 აი ესეთი ოქმებია მაშინ მოიცა როგორ არსებობს ოქმის წერია 2 არსებობს ჟურნალისტი რომელიც ესწრებოდა მას თამაშს და წერს 3 თვითონ რა თქმა უნდა მოფხულს ხო შეიძლება თვითონ 4-3 დედამისი ამბობს ხუთს ესეთი კაცია და არავინ არის რომელია სწორი შედარებით სწორი ყველა სწორი მანდ ესეთ ხო არის იმას ეროვნულ გამოცდებზე რო არ ყველა პასუხი სწორი ეს ამის შემთხვევაში ამენ გოლი გაიტანა სკიაფინო პოვერი 2-3-4-5 ყველა პასუხი სწორი ხო არა მე მის მერე აღარ მიყვარს არაფერი გოლი რო თავიდან გაატანინეს ამ ეპოქაში მაგის მერე გასულია კაი 16 წელი ო შეიცვალა ხო მე ეს მილანში გადავიდა რომაში და იტალიის ნაკრებს თამაშე მაშინ არისო ეს იშვიათობა ხო ისე ჟღერადობით იტალიური ჟღერადობის იტალიელი ხო იტალიელი ოჯახში დაბადი განსაკუთრებით იტალიის ნაკრებში იყო ეს ხშირი რა ხო გაიგებდი ვინ საიდან როდის წავიდა და დაბრუნდა და მე ესე უკან როდის გაიქცა 25 მეჩი გაიქცნა ნეჟვის მასპოლი ყავდათ მეკარე ურუგვაელების ეს მე მწვრთნელი იყო ურუგვაის ნაკრების და რაღაც პერიოდი ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი 80 წლის ნაკრების მწვრთნელებში იყო ყველაზე ვერიმერ ლუჩესკუმ გადაასწრო მაგითარიც ვარელა მივედით იმ ლეგენდარულ კაპიტანთან, რომელზეც ჯერ მარტო ის მოყევი, რომ 7 წუთი აპროტესტებდა. ხო, თარჯიმნის დახმარებით. ეს იყო ესპანელ-აფრიკელ ბერძენი. მაგრამ შავკანიანი იყო. აფრიკულმა გენმა წიგობრივ, ხო. ესპანელ-აფრიკელ ბერძენი. იყო ლაზი უხდება. ანა შეიძლება ანატოლიელი ბერძენი, და რაღაცა ლაზით. ეხა ის
ტესტი რო გავუკეთებ დნმ-ის სამოუგდებს აბა. მეც ხო გავიკეთე, შეიძლება რაღაცა მომიხდეს რომ კვეთა გაქვთ სადღაც. აბდულიო ვარელა, ელი რომ შენი 4 თაობის ნათესავი. პრინციპული კაცი იყო ერთხელ თავის გუნდში. ეს ხან მაგარი თამაში რომ მორჩა მოიგეს. ყველას მისცეს $250 პრემია და ამას მისცეს 500. ხო? და ამან თქვა რომ არა, ან მეც 250. ყველას 500. ყველას 500. ამასაც 250 მიცეს. ყველა მაგას ელოდა და ამ დროს ყველას მისცეს 500. ვა. ესეთებიც ხდება ფეხბურთში. ვა. ხო. ახლა კაი კაცის სახელი დატოვა. ხო. როდოლფო პინი ხავდათ კიდე ფეხბურთელი. გოლი არ გაუტანა. ეს იტალიური კეშების არც უთამაშია მე მგონი ჰეპატიტიანი კაცი. ხო. ჰეპატიტიანი კაცი უნდა ნიშნავდეს რომ შეზღუდული ქონდა. შეზღუდული ქონდა ბევრი უნდა. ამას პირიქით ყველაფერს მაგრა თამაშობდა ბილიარდს, ფრენბურთს. რა ჰეპატიტი ქონდა? ჰეპატიტი რავია. რაღაც ეგეთი ხო. შუბერტ გამბეტა. ეგეთი ფეხბურთელი ყავდა. შუბერტი ერქვა? შუბერტი ერქვა ამას და გამბეტა ქვია ფინტს რომელიც ამან მოიგონა და პოპულარული ფინტია. რომელია? სამწუხაროდ ეგეთი ფინტებს რო ვაკეთებდნენ განსაკუთრებით თითებით მაგიდაზე. აქ არ ვიჯდებოდი. და Google-ს ხა YouTube-ზე ჩაწერს და არა, ხო შეიძლება აღწერა თქო. და კიდე მაშინაც თქვი იმ ანდრადეს შვილი თუ ძმისშვილი თამაშობდა ანდრად. იმ ანდრადესი რა პირველ სოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. და მე გალოთ და ინტერვიუ მისცა ხო გახსოვს გერმანულ ჟურნალში. ეს გახდა სოფლიო ჩემპიონი. ეს შვილი თუ ძმისშვილი. და მე თავის გუნდი გააკეთა. ქაზინე წერა იმაში. უცხოენოვან წყაროში შვილი. ქაზინის შვილი. ხო, ქაზინის შვილი. და ამან მე გუნდი გააკეთა თავის 25 აგვისტო ერქვა. ოღონ კალათბურთის გუნდი გააკეთა. რატო არ ვიცი. რატო არა? ანუ აქ ყველაზე მოგიყევი, ურუგვაელი მოგიყევი, ბრაზილიელი, ვინმე დაგჭა, მან გოლის ავტორი ხო არ გამოგჭა. ვინ? გიგია. გიჯა. გიგია. ეხა უყურე. ჩვენ ხო მაშინ შევთავაზეთ, მე როგორც მინდა ისე ვკითხულობ. გიგია, მაგრამ მე გეტყვი კიდე ორი ვერსია მაგის გვარის. წარმოთქმის? ხო. გიჯა და ხიხია. ხიხია. ხიხია უხდება გოლის ავტორს. კი, გოლის ავტორს. განსაკუთრებით ბრაზილიელები თუ ეძახდნენ. სოფლიო ჩემპიონატის ფინალში. მეორე გოლი გაუტანა ხიხია. ხო, ნების მიხედვით. მე იტალიაში გადავიდა. ალბათ დაბეჭდა. ესეც იტალიური ჟღერადობის უნდა იყოს. ხო, რა თქმა უნდა. ხო. ეს ყავის აპარატიდან მიხვედი მაგამდე. რა აპარატი გაქვს? ხო არის კაჯა აპარატები რო. ხო ვიცი. ეს იწერება ნახე GHIGGEA. ხო და ისიც ეს ყავის აპარატიც ეგრე იწერება. ხო, არ ვიცი. არა, ბექსახში ყავის. არა, ჩვენ ყავს არის. ჩაიკი და არა, სწორად ყავს სოთ ეთქო, რა ვიცი. აპარატი არ მაქვს ეგეთი. ხო, ოღონდ ეს ყავასთან არაფერშუაში არ არის. ყავის ბიჭი მერე დაიბადა. ყავის ბიჭი ამ დროს 7 წლისა. ხო. დაბადებული 50 არის. ხო. ეს ხალხი არის სტადიონზე ადრე მოგიყევი. კი. საჯვინ წერია. მე მგონი შვეიცარია, ხო? ხო, ნუ საჯს ვერ მოსდეს ვერაფერი. შარი, იმიტომ რომ მაშინ არ გადაინტერესებოდნენ თავის ფეხბურთელებს და მსაც გადაინტერესებდნენ. ხო. კი, ხო. ნუ როგორც მინიმუმ სალანძღავსიაში შეიტანდნენ. საც. ხო, არა. ითხარი, ბარბოზა იყო მთავარი და ეს ბიგოდე. და იმახსოვრე, ეს წვილი. ბარბოზა და ბიგოდე. ბარბოსას დავიმახსოვრე, ადვილი არის. ესეთი გვარი არის რა, პერსონაჟიც არის და ბიგოდელებიც არის. არ გაიკეთებია თან. ბიგუდი, მე არ გამიკეთებია. თქმა უნდა არ გამიკეთებია. ბავშვი არ გაიკეთებია. შენ იკეთებდი ბიგუდეები? ერთხელცა. იმიტომ ხარ მას. ამ სწორად წადე ეთქო, მე ინსტრუქცია წერია. როგორ უნდა პროცედურა როგორ უნდა მოიხსნა.
აი რა არ ჩახედე ბოლომდე არ წაიკითხე. ხო, კაი, ხა მაგით დავიმახსოვრებ და ის მითხარი რომ დავგუგლო ფინტი გამბეტა. გამბიტით დავიმახსოვრებ მაგას. ხო, ანუ მეორე ფინტი გასწავლეთ დღეს. ერთი ხო გასწავლეთ წინას. ორ მაგინა ბიჯის. ხო, ესე რუშველი. ხო. აი მე თითებით გამოდის ეგ ფინტი ფეხით არა. მაკრატელოვი გაიტანა პირველი ხო აგიხსენ. კი. ისიც ხო აგიხსენი რა ქვია. ქუდიანი კაცი პენალტებს პლანჩეკი. პლანიჩკა. ხო. ამ ეტაპზე საკმარისი. კი. შემდეგზე ვილაპარაკოთ 54-58-ზე. აუცილებლად. იმიტომ რომ იქიდან უკვე ბევრი ინფორმაცია. აჰა. დროს უკვე შემოდის ტელევიზია. მეგონი თავდაბალი ხარ ეს ცოტა იყო? ცოტა იყო ბიჭო ეს წარმოიდგინეს მხოლოდ რადიო გვაქვს და ისიც და ბეჭდური მედია. ოღონ ის როგორ მუშაობს ბეჭდური მედია კი ვიცით. კერძოები. და რადიო ისეთი ხარისხის იყო რომ გარინჩა არ უსმენდა. სათევზაური იყო. ხო. ამ ჩემპიონატზე ხდება. კაი. კაი. ჩვენ ის გადავჩვენე მაშინ რომ გამოვიწეროთ, დავალაიქოთ, დავაკომენტაროთ. დღე-დავამე სოფლიოზე. შემდეგზე ვილაპარაკეთ 54 და 58 წლის სოფლიო ჩემპიონატების ფინალებზე და თან ცოტათი მივუახლოვდებით 2026 ფინალსაც ამას. ხო, ეს ბიჭები იქით. მოედანზე. ხო. აბა, დროებით.